თამაში დაიწყო. მოსახდენი მოხდა. თუმცა აშკარად კარგად იმიხდებიან. და დავიბენი. თავს შევიკავე. თავის გასამართებელი მგონია რომ არაფერი არ მაქვს. არ ვიცი, ძალიან რთულია. ითამაშეთ ჭკვიანურად. მე მაქვს ძალიან კარგი ალიბი. ძალიან კარგად იმიხდება. თვალებში აბსოლუტურად არ მიყურებდა რა. ძალიან კარგი მოთამაშეები ყოფილხართ. მოგესალმებით. კლავ კვირას აღამოა შესანიშნავი და მაყურებლებს მიესალმება სოციალურ დედუქციური ყველაზე რეიტინგული სამაგიდო თამაში ნიღბების ღამე. გამორჩეული მაგიდა გვყავს როგორც ყოველთვის. დღევანდელი ჩვენი მაგიდის წევრები არიან. ნომერი პირველი სანდრო კაჭახიძე. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. მადლობა. ნომერი 2 გიორგი გაგლოევი. მივესალმები ჩვენს მაყურებელს და მოთამაშეებს და იმეც ვიტყობთ რომ კარგი შოუ გამოგვივა დღეს. მადლობა. ნომერი 3 სოფო პაპუაშვილი. მივესალმები მაყურებელს, ასევე მაგიდის წევრებს და ყველა სასიამოვნო თამაშს უსურვებ. მადლობა. ნომერი 4 თათია დევდარიანი. მოგესალმებით. მე პირველად ვარ ამ არაჩვეულებრივ თამაში და წარმატებებს უსურვებ ყველას. მადლობა. ნომერი 5 მირო ბოქოლიშვილი. გამარჯობა, ფიქრობ საინტერესო თამაში გველოდება წინ. ნომერი 6 კატო ყიფიანი. მივესალმები მაყურებელს, მივესალმები მონაწილეებს, წარმატებულ თამაშს გისურვებთ. მადლობა. ნომერი 7 ანი ბახტაძე. მოგესალმებით. რუსთავიორის მაყურებელს და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. ნომერი 8 სოფო ოხანაშვილი. მივესალმები მაყურებელს, მივესალმები ყველა მონაწილეს და დარწმუნებული ვარ, რომ ისეთი თამაში იქნება მაყურებელი თვალს ვერ მოწყვეტს ეკრანს. მადლობა. ნომერი 9 მარიამ მაისუროვი. მოგესალმებით და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. მინდა გითხრათ, რომ მაგიდასთან არის შეგახსენოთ უბრალოდ მაყურებელსაც მინდა უთხრა, რომ მაგიდასთან არის 2 გუნდი. 2 ნიღბოსანი 7 პატიოსანი მოქალაქე. მთელი თამაშის განმავლობაში პატიოსანი მოქალაქეები ეცდებიან ამოიცნონ ნიღბოსნები და გაასუფთავონ მათგან მაგიდა. იგივე ეცდება რა თქმა უნდა ნიღბოსნების ორკაციანი გუნდიც. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ახლა ამ მომენტში არც ნიღბოსნებმა იციან ერთმანეთის შესახებ და არც მაყურებელმა იცის ვინ არის ნიღბოსანი. უნდა გითხრათ, რომ სამაჯური რომელიც გიკეთიათ ჩვენ გვაძლევს თქვენი გულისცემის ვიზუალიზაციას და მაყურებელი ხედავს თქვენს გულისცემას ეკრანებზე. შეგვიძლია დავიწყოთ გახსნითი წრე, გახსნის წრეს დაიწყებს ნომერი პირველი ნომრის 60 წამი. თამაში დაიწყო. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მაგიდის წევრებო, მიხარია რომ თქვენთან ერთად ვარ. ამ შემთხვევაში სასაუბრო ბევრი ბუნებრივია ვერაფერი მექნება, თუმცა მგონია რომ საინტერესო თამაში შედგება გამომდინარე იქიდან რომ მაგიდის წევრების უმეტესობას კარგად ვიცნობ და ზოგ-ზოგიერთს ძალიან კარგადაც კი, შესაბამისად მგონია რომ არ გამიჭირდება იმის გამოცნობა, ვინ ცრუობს და ვინ ამბობს სიმართლეს. მოკლედ დაველოდოთ როგორი თამაში იქნება. მადლობა. ნომერი 2 60 წამი. მოგესალმებით მეგობრებო, კიდევ ერთხელ. მოკლედ იმედია კარგად ვითამაშებთ ყველანი. უაზრო მიზეზებისა და გამო ერთმანეთს არ გავწირავთ და კარგად მოკლედ ჩავამთავრებთ რა. მეტი არაფერი. მადლობა. 3 ნომრის 60 წამი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყველას. მე ხა მართლა პირველ ჯერზე არ შეიძლება ამდენი რაღაცის თქმა, იმიტომ რომ ჯერ არაფერი არ ვიცით ერთმანეთის შესახებ. შესაბამისად ყველას წარმატებებს გისურვებთ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კარგად და გონივრულად ვითამაშებთ ყველა ერთად. მადლობა. ნომერი 4 60 წამი უსმენთ ნომერ 4. კიდევ ერთხელ მოგესალმებით მეგობრებო. მიხარია რომ დღეს თქვენთან ერთად ვარ. ველოდები ძალიან კარგ თამაშს. და არ ვიცი, ხა პირველ ჯერზე ესე ცოტა რთულია რაღაცეების თქმა, თუმცა იმედია რომ ჩვენი ინტუიცია გაამართლებს და სწორ შედეგამდე მივალთ. წარმატებებს გისურვებთ ყველას. მადლობა. 5 ნომრის 60 წამი. მოგესალმებით.
კიდევ ერთხელ ხო ჯერჯერობით რაიმე არგუმენტი რომელიმე მოთამაშის წინააღმდეგ ცხადია რთული ასეთი არგუმენტის დასახელება. ნუ ერთი ფაქტია რომ აქ საკმაოდ გამოცდილი მოთამაშეები ზიან და საკმაოდ ადვილი არის მათი მხრიდან შენიღვა ასე ვთქვათ და ეს ვფიქრობ რომ პატიოსანი მოთამაშეების მხრიდან უნდა იყოს გათვალისწინებული ეს ფაქტორი. მადლობა. 6 ნომრის 60 წამი. მოგესალმებით, პროებში მიხარია თქვენთან ერთად რა ვარ და ვთამაშობ. მართალია პირველად ვთამაშობ ეკრანებზე, მაგრამ ბევრჯერ მითამაშია ეკრანს მიღვა და რადგან პირველად ვთამაშობ, არც ისეთი სუსტი მეტოქე ვიქნები, მოკლედ ეს მინდა რა გითხრათ. პირველ წრეზე არ ვიცი რა შემიძლია გითხრათ, გარდა იმისა, რომ დაგაკვირდებით და ვნახოთ რა იქნება. მადლობა. 7 ნომრის 60 წამი. კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებთ. მიხარია რომ თქვენთან ერთად ვარ და ვფიქრობ ძალიან საინტერესო თამაში გველოდება წინ. მადლობა. 8 ნომრის 60 წამი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მეც გამეორდები ალბათ, ძალიან მიხარია რომ მომეცა შესაძლებლობა თამაში მონაწილეობის. დარწმუნებული ვარ რატომღაც რომ ძალიან საინტერესო თამაში გამოვა, სწორედ ამ ეკლექტიკის გამო რომ ზოგი ძალიან გამოცდილია, ზოგს ნაკლები გამოცდილება გვაქვს და ასევე ყველას წარმატებებს გისურვებთ. იმედი მაქვს რომ პატიოსანი მოქალაქეები მოვიგებთ. მადლობა. ნომერი 9 ნომრის 60 წამი. მოგესალმებით. პირველ რიგში მე წარმატებებს გისურვებთ. მიუხედავად იმისა, რომ მეცხრებს ვარ და გისმენთ, ჯერჯერობით ძალიან რთულია რაიმეს თქმა და მეც იმედი მაქვს, რომ სწორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ და რაიმე ისეთი მიზეზის გამო ერთმანეთს არ გავწირავთ, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ აქ ვინც ვთამაშობთ, ყველა თამაში კარგად ვიცით და შესაბამისად გადაწყვეტილებებიც სწორად უნდა მივიღოთ. ეს გაცნობითი წრე ამით ამოიწურა, თავისუფლად შეიძლება ითქვას და დრო მოვიდა ცუდი ამბის. ერთი სული მაქვს, როდის გეტყვით ცუდ ამბავს. ეს ცუდი ამბავი არის ის, რომ ახლა დაბნელდება სტუდიაში, ყველა აიფარებთ ნიღავს და ერთ-ერთი თქვენგანი დატოვებს თამაშს. მაშასე, ყველა ვიფარებთ ნიღავს, სტუდიაში ბნელდება. მაყურებელს მიმართავ, თქვენ თამაშის ბოლომდე არ გეცოდინებათ ვინ არის ნიღბოსანი. თქვენ გექნებათ საშუალება რომ პატიოსან მოქალაქეებთან ერთად იმსჯელოთ თუ ვინ არის ნიღბოსანი. ძალიან ფრთხილად, ძალიან ჩუმად. მხოლოდ ის ორი ნიღბოსანი იხსნის ნიღაბს და ეცნობა ერთმანეთს. და ასევე უნდა გვანიშნონ თუ რომელ მონაწილეს დაატოვებინებენ ახლა თამაშს. გადაწყვეტილება მიღებულია და უნდა გითხრათ რომ გამარჯვებულ გუნდს გულევუსგან გადაეცემა საჩუქრები და ასევე გამარჯვებული გუნდიდან ერთი მონაწილე გადავა საფინალო მაგიდაზე. წინა ეპიზოდიდან საფინალო მაგიდაზე გადავიდა მადონა კოიძე. მაყურებელსაც მინდა უთხრა რომ მაგიდის წევრებმა თავად ამოიღეს დოლურადან ის ციფრი რომელზეც ახლა თვითონ სხედან და სულ რამოდენიმე წამში მაყურებელი მაგიდის წევრებთან ერთად გაიგებს თუ ვინ დატოვა თამაში. ნათდება სტუდიაში ყველა ვიხსნით ნიღავს. და ცუდი ამბავი რაზეც გესაუბრეთ მოხდა. მოსახდენი მოხდა ნიღბების ღამეს. და მაგიდას ტოვებს ნომერი თამაში ტოვებს ნომერი 8 ნომრის 30 წამი ბოლო სიტყვა. ხო, საინტერესოა. მე შემიძლია გითხრათ, რომ მე პატიოსანი მოქალაქე ვარ. სამწუხარო ვარ, რომ ამ ადრეულ ეტაპზე გამოვეთიშე თამაშს. ვერავიზე ხა კონკრეტულ ადამიანს ვერ დავასახელებ, იმიტომ რომ მართლა პირველი წრე იყო და არავიზე ესეთი ეჭვი არ გამჩენია. ჯერჯერობით წარმატებებს გისურვებთ პატიოსანო მოქალაქეებო, იმედია რომ თქვენ გაიმარჯვებთ. კიდევ ერთხელ ამას გავიმეორებ. მადლობა. გავაცილოთ 8 ნომერი, დიდი მადლობა 8 ნომერი გვევში ტოვება. ჩვენ კი უნდა გავაგრძელოთ თამაში, თქვენ ახლა გექნებათ საერთო 1 წუთი, სადაც ყველას თქვენგან შეუძლია საუბარი. დრო ჩაირთვა. ჩემთვის ცოტა მოულოდნელი იყო სოფოს გაშვება, იმიტომ რომ მას არავისთვის
აი მე არავის მიმართ ეჭვი არ გამოუთხას, აი ხა მე ველოდი უფრო რომ მე გამაგდებდნენ ამჯერადაც, იმიტომ რომ რაღაც გამოცდილებაზე გავაკეთე აქცენტი და ვფიქრობდი რომ შესაძლებელია ამ მიზნით თუ ნიღბოსნები ნამდვილად არიან გამოცდილი მოთამაშეები შეიძლება და მე გავერში, მაგრამ საფაზე გამიკვირდა. გამოცდილები იყვნენ, მაგრამ მაგის დაფარვა. და იქ იყოს ერთ-ერთი ტაქტიკა სწორია. არ ფიქრობდი. ხო, აი ცოტა დავიბენი, ეხა სოფოს გაგდებით სიმართლე რო გითხრათ. პირველი მონაწილე ყოველთვის ისეთი ვარდება, რომ რაღაცნაირად არასდროს არაფერს შევაშერ არის, ამიტომ გონია რომ ამით დიდად ვერაფერს ვერ გავიგებთ, მაგრამ შეიძლება ტაქტიკა იყოს გამოცდილი მოთამაშეს. კარგი დაკვირვება გქონდათ. ხო, ერთადერთი მე რაც შეიძლება რომ დავამატო კიდე არის ის, რომ აი როდესაც ჩვენ გავარკვიეთ უკვე ვინ იყო ნიღბოსანი და ვინ პატიოსანი მოთამაშე, როგორც წესი დრო ამოიწურა, უნდა გითხრათ რომ 3 გაფრთხილება გაქვთ, მეოთხე გაფრთხილების შემთხვევაში ავტომატურად დატოვებთ თამაშს. 2 ნომერი გახსნის წრეს იწყება მეორე წრე, სადაც გაქვთ საშუალება რომ კანდიდატები დაასახელოთ, რომელსაც შემდეგ კენჭი უნდა უყაროთ. 2 ნომრის 60 წამი დრო. ხო, ის არის ძალიან რთული არის ახლა იმ პირველივე წრეზე ვინმე დაასახელო. მართლა არის. მართლა არავის არანაირი ეჭვი არ მაქვს და პირველივე რო ხარ. ბატონო? თან პირველივე რო ხარ. ხო, ნუ აი ძალიან რთული არის. მართლა არ ამოს. აი მართლა არ ვიცი. ალბათ მეორე წრეზე უფრო მივხვდები და რაღაც ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში არ მაქვს ჩემი ეჭვი რომელიმე მონაწილეზე. არ ვასახელებთ არა. თავს შევიკავებ. გასაგებია. 4 ნომერს 1 გაფრთხილება, 3 ნომერს უსმენთ 3 ნომრის 60 წამი. დავეთანხმები 2 ნომერს, მართლა რთულია პირველივე წრეზე, ხა ესე დასახება გამიკვირდა 8 ნომრის, მაგრამ პირველივე ამბავში ვიღაცა მაინც ტოვებს ხოლმე თამაშს სამწუხაროა და მეც ალბათ შევიკავებ თავს, იმიტომ რომ ჯერ მინდა რომ კარგად დავაკვირდე, აი რაღაცა სახეების გამომეტყველებიდან გამომდინარეც გავიგო შეიძლება რაღაცა მენიშნოს და ამიტომ მოდით შევიკავებ თავს ამჯერად დასახელებისგან. არ ვასახელებთ კანდიდატურას. კი ბატონო. მადლობა. 4 ნომერს უსმენთ 4 ნომრის 60 წამი. დავეთანხმები ჩემს მეგობრებს და მეც აღნიშნავ რომ ძალიან რთულია ესე პირველივეზე რომ ვიღაცას ხელი დაადო. აქთან გამომდინარე მეც მივბაძავ მათ და ჩემს კანდიდატურას ჯერჯერობით არ დავასახელებ. კი ბატონო. 3 მონაწილე მისაუბრა, არც ერთი კანდიდატი არ ყავს მაგიდას, 5 ნომერს უსმენთ 5 ნომრის 60 წამი. ხო, მე ისი თქმა მინდოდა რომ ანუ როდესაც პატიოსანი ანუ როგორც წესი თამაშის დროს პატიოსანი მოთამაშეები იწყებენ თვალიერებას, სახეების დაფიქსირებას, მიმიკების დაჭერას და თუ ხარ ნიღბოსანი, უფრო ნაკლებად აკეთებ ამ ჟესტიკულაციას. ერთადერთი რაღაც 4 ნომერში დავაფიქსირე ის, რომ ზედმეტად ურეაქციოდ იჯდა, როდესაც ჩვენ ნიღბები მოვიხსენით. ნუ 100%-იანი გარანტიით ვერ ვიტყვი, რომ ის არის ნიღბოსანი, მაგრამ რაკიღაზე ალბათობის პრინციპით უნდა დავასახელოთ, მაინც ვიტყოდი 4 ნომერს. 4 ნომრის კანდიდატურა მიღებულია. მადლობა. 6 ნომერს უსმენთ 6 ნომრის 60 წამი. ამ ეტაპზე მე შევიკავებ თავს რომ ვინმე დავასახელო, თუმცა ვიტყვი ვინ გონია რომ არის პატიოსანი მოქალაქე. რატომღაც ინტუიციურად მგონია რომ 2 ნომერი არის პატიოსანი მოქალაქე და დიდი სიამოვნებით ვითამაშებთ მასთან ერთად. დანარჩენები არ ვიცი, ვაკვირდები. იცით 4 ნომერს და გეთანხმებით, მაგრამ ბოლომდე ვერ გეთანხმებით და ამიტომ თავს შევიკავებ ამ ეტაპზე ვინმეს დასახელებისთვის. გასაგებია, მხოლოდ და მხოლოდ ერთი კანდიდატი ყავს ამ მომენტისთვის მაგიდას, ეს არის 4 ნომერი. ახლა 7-იანს უნდა მოусმინოთ 7 ნომრის 60 წამი, თუმცა სანამ დაიწყებთ, მინდა გითხრათ, რომ თუ სხვა კანდიდატი არ დასახელდება, 4 ნომერს პირდაპირ დავემშვიდობებით და კენჭისყრა არ გაიმართება. 7 ნომრის 60 წამი. დრო. ესე ძალიან რთულია ლაპარაკის გარეშე საქციელებსაც ჯერჯერობით ვაკვირდები და ამ ეტაპზე მეც თავს შევიკავებ დასახელებაზე. დაასრულეთ. კი. მადლობა. 9 ნომრის 60 წამი და ერთადერთი კანდიდატი მაგიდას. არ ვიცი. მართლა ვიცი, ძალიან რთულია ასე ეჭვი მიიტანო 4 ნომერზე, მირო შენ დაასახელე, ხო?
რეალურად სიმართლე რო გითხრათ, ეს ჩემი კანდიდატი რაიმე არგუმენტით, ჯერჯერობით მე პირადად ნამდვილად არ მყავს, ამიტომ ვერც-ერთს ვერ დავასახელებ ჯერჯერობით ნამდვილად. შესაბამისად შეგვიძლია იყოს ისე, როგორც არის, იმიტომ რომ რეალურად სიმართლე რო გითხრათ, 4 ნომერი არ ვიცი არის თუ არა, უბრალოდ იმიტომ რომ მე არ დამიფიქსირებია, რომ ესე მშვიდად იყო, მიუხედავად იმისა, რომ ყველას რაღაცნაირად ძალიან კარგად ვათვალიერებდი, მაგრამ არ ვიცი. კანდიდატი არ მყავს ჯერჯერობით ვერ ვიტყვი. გასაგებია. მადლობა. პირველი ნომრის 60 წამი მთელ მაგიდას მოусმინა პირველ ნომერმა. შემაჯამებელი 60 წამი შეიძლება დავარქვათ. ესე იგი, მეგობრებო, მე დავაკვირდი თითოეული თქვენგანის საუბარს და მეც ბუნებრივია ჩავმიყარებდა ჩემი აზრი. მე მგონია, რომ მე-6 ნომერი და მე-9 ნომერი ამ შემთხვევაში ნიღბის მატარებლები არ უნდა იყვნენ წესით, ჩემი აზრით. მე-7 ნომერზეც ასე ვფიქრობ, რატომღაც, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ესე ხელაღებით კანდიდატის დასახელება არ იყო, არ შედიოდა ჩემს გეგმებში, თუმცა არ მინდა რომ რაღაცა ისე დავემშვიდობოთ მე-4 ნომერს, იმიტომ რომ მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი ინტუიციით ის არ არის ნიღბის მატარებელი, ამიტომ არ მინდა რომ გავწირო. ჩემი ეჭვით არის ნიღბის მატარებელი ნომერი 5, გამომდინარე იქიდან, რომ ის ზედმეტად აქტიური იყო თამაშის დაწყებიდანვე და მის მიმიკაში რატომღაც მე დავიჭირე, რომ ის არის ნიღბის მატარებელი. როგორც წესი თამაშის დროს პატიოსანი მოთამაშეები იწყებენ თვალიერებას, სახეების დაფიქსირებას, მიმიკების დაჭერას და თუ ხარ ნიღბოსანი, უფრო ნაკლებად აკეთებ ამ ჟესტიკულაციას. არ ვიცი, ეს არის ჩემი ინტუიცია. ამიტომ მე დავასახელებ 5-ს. 5 ნომრის კანდიდატურა მიღებულია. დასრულდა მეორე წრე, კანდიდატების დასახელების წრე დასრულდა და მაგიდას ყავს 2 კანდიდატი, მხოლოდ და მხოლოდ 4-იანი და 5-იანი, ეს ნათელი მაგალითი იყო ალბათ ყველასთვის, რატომ უნდა დაასახელოთ კანდიდატი, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება შენ დაგასახელონ და მორჩება ამით ყველაფერი. მაშასე 4 ნომერს და 5 ნომერს დამატებით მოგეცემათ 30-30 წამი იმისათვის რომ თავი იმართლოთ, გადავდივართ თავის მართლების ფაზაზე, 4 ნომრის 30 წამი. რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომ მე არავის არ ვაკვირდებოდი პირიქით, ყველას ვაკვირდებოდი აბსოლუტურად. და იმას ვერ მივიღებ ახლა, რომ აი ძალიან წყნარად ვიჯექი პირიქით ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, შეიძლება უფრო მღელვარებას შემმატებოდა, რომ ის სასურველი კარტი ამომსვლოდა, რომელიც ძალიან მინდოდა. და რაც შეეხება მეორე კანდიდატურას, არ ჩათვალოს ახლა მაყურებელმა ის, რომ მე იმიტომ ვეცი ამ ადამიანს, რომ მე დამასახელეს, როდესაც ჩემი კანდიდატურა დაასახელა, თვალებში აბსოლუტურად არ მიყურებდა რა. 4 ნომერში დავაფიქსირე ის, რომ ზედმეტად ურეაქციოდ იჯდა, როდესაც ჩვენ ნიღბები მოვიხსენით. სპეციალურად ვუყურებდი, ჩემი კანდიდატურა დაასახელა და აი აბსოლუტურად იქით იყურებოდა. არ ვიცი რა მოიწრო. თუმცა უნდა გითხრათ, რომ 3 გაფრთხილების აღების საშუალება გააქვთ. 3 გაფრთხილება 30 წამს ნიშნავს, იმიტომ რომ 1 გაფრთხილება გაძლევთ 10 წამი საუბრის საშუალებას. 5 ნომრის 30 წამი. ხო, აი არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია ხა თავის მართლება, მაგრამ ну ის რომ აქტიური ხარ და უფრო ბევრს ლაპარაკობ, მე ვფიქრობ, რომ მე მგონი, რომ ეს შოუც აქტიურებას მოითხოვს მონაწილეების მხრიდან და ეს თუ არის არგუმენტი იმის, რომ მოთამაშე გააგდონ თამაშიდან და იყოს ასე, უბრალოდ პატიოსთან მოთამაშეს დაკარგავთ. მადლობა. ამოიწურა თავის მართლების ფაზა და გადავიდეთ ხმის მიცემის ეტაპზე, ყველა მოიმარჯვეთ ნიღბები. 2 კანდიდატი ყავს მაგიდას, 4 ნომერიც და 5 ნომერიც მიიღებთ ხმის მიცემის ეტაპზე მონაწილეობას. მაშასე ამ თანმიმდევრობით 4-იანი და 5-იანი. და ასწიოთ ნიღაბი იმ კანდიდატზე, რომელმაც გსურთ რომ დატოვოს თამაში. ვინ ფიქრობს, რომ თამაში უნდა დატოვოს ნომერმა 4-ხმა, 2 ხმა, 3 ხმა. 4-იანის, 6-იანის და 9-იანის ხმა გადავიდა 4 ნომრის წინააღმდეგ, შესაბამისად დანარჩენი 5 ხმა წავიდა 5 ნომრის წინააღმდეგ. 5 ნომერს ვემშვიდობებით, 5 ნომრის 30 წამი ბოლო სიტყვა. მეგობრებო,
მე ვარ ნამდვილად პატიოსანი მოთამაშე და ნუ ერთი ჩემი კანდიდატი არის მე-4 ნომერი. ანდერძად დაგიტოვებთ, რომ მეორე ისა ნიღბოსანი არის სანდრო, რომელმაც ნამდვილად გადაარჩინა მეორე ის საკუთარი თანა ნიღბოსანი, ასე ვთქვათ, ასე რომ ფრთხილად იყავით და ითამაშეთ ჭკვიანურად. მადლობა ვემშვიდობებით 5 ნომერს, გავაცილოთ 5 ნომერი, დავემშვიდობოთ. თამაში გრძელდება ნიღბების ღამით, ბნელდება სტუდიაში, ყველა ვიფარებთ ნიღაბს და სულ მალე კიდევ ერთ მოთამაშეს უნდა დავემშვიდობოთ. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო მაყურებელს, რომ ნიღბების ღამე მიმდინარეობს, თუმცა თქვენ ვერ გაიგებთ ვინ არის ნიღბოსანი, რადგან თქვენი ლოგიკა უნდა ჩამოაყალიბოთ და მხოლოდ თამაშის ბოლოს გახდება თქვენთვის ცნობილი თუ ვინ არის ნიღბოსანი. მანამდე კი კვლავ ძალიან ფრთხილად და ძალიან ჩუმად. მხოლოდ ის ორი ნიღბოსანი იხსნის ნიღაბს და გვანიშნებს რომელი მაგიდის წევრი დატოვებს ახლა თამაშს. გადაწყვეტილება მიღებულია. ნათდება სტუდიაში, ყველა ვიხსნით ნიღაბს. მოთამაშეს უნდა დავემშვიდობოთ. და მაგით დასტოვებს ნომერი ნომერი 4 ნომრის 30 წამი. მეგობრებო, მე ვარ პატიოსანი მოქალაქე და წარმატებებს გისურვებთ. სხვა საქმელი აფერ არ მაქვს, ვისი ამოვნე ნამდვილად მართალია ცოტა ხნით, მაგრამ გემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. გავაცილოთ 4 ნომერი. გავაცილოთ. დიდი მადლობა. ჩვენ კი უნდა გავაგრძელოთ თამაში და თამაში გრძელდება საერთო 1 წუთით. ეს არის დრო, სადაც ყველას შეუძლია საუბარი. დრო ჩაით. ანუ მიხვდით ახლა რომ მე მაქვს ძალიან კარგი ალიბი იმის რომ მე-4 ნომერი იყო პატიოსანი მოქალაქე და მე ის არ გავწირე ასე ვთქვათ და დავასახელე მე-5 ნომერი რომელიც გულწრფელად მგონია რომ ნიღბის მატარებელი იყო ამ თამაში. შესაბამისად მე იმის თქმა მინდა რომ მე ვარ პატიოსანი მოქალაქე და მინდა რომ გავერთიანდეთ ნიღბის მატარებელი ერთი ადამიანის წინააღმდეგ. ჩემი აზრით ახლა ერთია მაგიდაზე, თუმცა შეიძლება ორიც იყოს, არ ვიცი. ეს რატომღაც მგონია რომ 5 ნომერი იყო ნიღბის მატარებელი და ძალიან კარგად, ხო, ძალიან კარგად გაგდეს მაფიოზებმა მგონია რომ 5 უბრალოდ ერთადერთი იმ არგუმენტში არ მახსოვს რომელმა თქვით, თუმცა ბევრს რახან ლაპარაკობს, ამიტომ შეიძლება იყოს მაფიოზი და ამაში ფოსტად ნიღბოსანი. ამაში ვერ დაგეთანხმებით, რადგან არ ვფიქრობ შეიძლება ბევრს ლაპარაკო. ამასთან ერთად და ბოდიში გაგაწოდინებ მისი გამომეტყველება და მიმიკები რომელიც ჩემთვის ანუ მე მას კარგად ვიცნობ და მან დავიჭირე ინტუიცია just. დრო ამოიწურა საერთო 1 წუთი ამით. ამოიწურა და მესამე წრე იწყება, 3 ნომერი გახსნის მაგი და 3 ნომრის 60 წამი კვლავ ეს დრო შეგიძლიათ გამოიყენოთ და დაასახელოთ თქვენი კანდიდატი. ამის საშუალება ისევ არის. მეც როგორც წავანიშნა 5 ნომერი რატომღაც გამიჩნდა პატარა ეჭვი, იმიტომ რომ აი რაღაცნაირად პირველ ნომერმაც აღნიშნა რომ რაღაცა გამომეტყველებაზე შეეტყო თითქოს ანდერძად დაგიტოვებთ, რომ მეორე ისა ნიღბოსანი არის სანდრო, რომელმაც ნამდვილად გადაარჩინა მეორე ის საკუთარი თანა ნიღბოსანი, ასე ვთქვათ. ახლა მე ძალიან კარგად არ ვიცნობ იმ ადამიანს, მაგრამ აი თითქოს ანერვიულდა, არ ვიცი, შესაძლოა ვცდები. თუმცა აშკარად კარგად ინიღბებიან ნიღბოსნები და აი ძალიან აი მიუხედავად იმისა, რომ უკვე თამაში ფაქტობრივად შუამძეა მისული, რთულია აი რაღაცნაირად ხა ვაკვირდები ადამიანებს, რომ ამოვიცნო რომელი შეიძლება და ვინ შეიძლება იყოს იმდენად კარგად უჭირავთ ნიღბოსნებს თავი და ნახოთ თუ ერთი ნიღბოსანი დაგვრჩა, უნდა აუცილებლად გონიერებას მეტად მოუხმოთ და ვაჯობოთ თქვენი კანდიდატურა ძალიან რთულია. არ ვიცი, აი რატომღაც 6 ნომერიც მიფიქრება. აი ბოდიშს გიხდით თუ რაღაცა ისეთია, მაგრამ აი რატომღაც მეფიქრება. იყო 6 ნომრის კანდიდატურა.
ხო. კი ბატონო, 6 ნომრის კანდიდატურა მიღებულია, 6 ნომერს უსმენთ 6 ნომრის 63. კი ბატონო, მოკლედ მე დავიწყებ გამორიცხვის მეთოდით. ჩემი აზრით, ჩემთვის ინტუიციურად ორი ნომერი არის პატიოსანი მოქალაქე და არის ჩემ გუნდში. პირველი ნომერიც ესე მგონია და მეცხრე ნომერიც ესე მგონია. აქედან გამომდინარე 7 და 3 დამრჩა, რომელიც სავარაუდოდ როგორც თქვა მზანეთ, ერთი ნიღბოსანი უნდა იყოს ამ ნომერში. აქედან გამომდინარე 3 იმის და მიუხედავად რომ მე დავასახელა არ მგონია, ესეც ინტუიციურად და ამ ეტაპზე დავასახელებ 7 ნომერს. რადგან ჩემთვის როგორც წეღან თქვი არ არის არგუმენტი რომ რახან ბევრს ლაპარაკობენ, ამიტომ შეიძლება იყვნენ ნიღბოსნები პირიქით. შეიძლება ძალიან ცოტას ლაპარაკობდე და არ გინდოდეს ესე ვთქვათ თავის გამორჩენა, ესე რა ვთქვათ და ზუსტად ამ მომენტში იყო ნიღბოსანი. მოკლედ, არ ვიცი, შეიძლება ვწდები, ვასახელებ 7 ნომერს. მადლობა, 7 ნომრის კანდიდატურა მიღებულია, 7 ნომერს უსმენთ 7 ნომრის 60 წამი. აქ იქნება თუ ერთი ნიღბოსანი გვყავს დარჩენილი და ჩვენ პატიოსანმა მოქალაქეებმა ასეთ ისე შევძლებთ და მეტი შანსი გვექნება იმის რომ მოვიგოთ. რა თქმა უნდა, მე ვარ პატიოსანი მოქალაქე და ვფიქრობ, რომ თქვენს პატიოსანი მოქალაქე ხართ. აი ესე მგონია. აი მე უფრო მეორე ნომერზე ვფიქრობ, ეჭვი გამეჩნდა, რატომ არ ვიცი და რაც შეეხება ლაპარაკს და არ ლაპარაკს და ასე ვთქვათ აქტიურობას, ვფიქრობ, რომ აქ ბევრად გამოცდილი მოთამაშეები არიან ჩვენზე, მე როგორც ვიცი, ჩვენ პირველად ვთამაშობთ, ხო? იცით რა არის, შეიძლება უბრალოდ ლაპარაკობს, იმიტომ რომ გამოცდილია და არა იმიტომ რომ გადაფაროს, ასე ვთქვათ, თავისი მიღაბი. თქვენი კანდიდატურა. ჩემი კანდიდატურა ნომერი 2. 2 ნომრის კანდიდატურა მიღებულია, მადლობა. 9 ნომერს უსმენთ 9 ნომრის 60 წამი. ხო, აი მეხუთეზე მეც გამიჩნდა ეჭვი და მგონია რომ ერთი ნიღბოსანია დარჩენილი და შესაბამისად მოქალაქეები უფრო მეტნი ვართ ახლა ამ მაგიდაზე. უბრალოდ ის ერთი ნიღბოსანი მგონია რომ ძალიან კარგად ინიღბება და ძალიან მიჭირს ახლა რომ რომელიმე დავასახელო. შესაბამისად მგონია რომ აი არ ვიცი, არ მინდა რომ მოქალაქეები შევიდეთ შეცდომაში. შესაბამისად არ მინდა რომ ისეთი კანდიდატურა დავასახელო, რომელიც მე უკვე დაგვაბნევს და რადგან კანდიდატურები დასახელებულია და მე მგონი ყველა არის დასახელებული, არ ვიცი მე მგონი დასახელებულები არიან 6-იანი, 7-იანი და 2-იანი. ხო, 3-იანი არ მგონია სიმართლე რო გითხრათ, არც აქეთ არ მგონია, არც 2-იანი. არ ვიცი, მე ჯერჯერობით მაინც კანდიდატურის დასახელებისგან თავს შევიკავებ, უბრალოდ იმიტომ რომ მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეხლა რომ მივაგნოთ იმ ერთადერთ ნიღბოსანს და მგონია რომ მოქალაქეები მოვიქცეთ. მადლობა. პირველი ნომრის 60 წამი. სრული მოცემულობა არის ახლა ჩვენს წინაშე, მეგობრებო. კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ ჩემი აზრით არის მაგიდაზე ერთი ნიღბის პატარებელი. რატომღაც აი არ ვიცი რატომ, მაგრამ არ გამოვრიცხავ რომ ეს ადამიანი იყოს 3 ნომერი. და რატომ? ანუ იმიტომ რომ ჩემი ნარატივი რაც მე მეხუთე ნომერთან დაკავშირებით მქონდა, აი უცბად შეისის ხორცთა და გადააგრძელა თვითონაც. ხვდებით რას ამბობ? ამიტომ აი გამიჩნდა ეჭვი რომ უცბად დაჯდა ამ ტალღაზე, თუ შეიძლება ამას ასე უწოდოთ. და დასახელებული 3 ნომერი ისედაც არის თუ არის? არა, 6, 7 და 6, 7 და 2. მოდით ამ შემთხვევაში დასახელებისგან თავს შევიკავებ. თუმცა მაინც ეჭვი მაქვს რომ შეიძლება ის იყოს. ოღონდ ეს არ არის რაიმე არგუმენტით გამყარებული, ამიტომ ვიკავებ დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს დავაკვირდები მის შემდგომ საუბარს და ნახავ. დიახ. კი ბატონო. 2 ნომრის 60 წამი. რამდენიმე წრია მივდივარ და ვთამაშობთ. მე მიუხედავად იმისა, რომ ეკრანს მიღმა მითამაშია, რა თქმა უნდა. ძალიან კარგი მოთამაშეები ყოფილხართ. მეც მეგონა და პირველ ნომერს ვეთანხმებოდი, რომ 5 ნომერი იყო ჩემი აზრით ნიღბოსანი. და ალბათ იმედია იყო ნიღბოსანი და გავაგდეთ. რაც შეეხება შემდეგ მონაწილეს ზუსტად ვიცი რომ აი 7 ნომერი არ არის, აი არ არის. არც 6 ნომერი არ მგონია. ცოტა ეჭვი დამებადა სანდრომ რო თქვა 3 ნომერზე, იმიტომ რომ მგონია რომ სანდრო კარგი მოთამაშეა და რაღაცა შეიძლება რომ სადღაცას დაიყრდნო, მაგრამ მესამე მოთამაშე დრო მოიწურა.
მაშასე, მაგიდას ყავს 3 კანდიდატი, 6 ნომერი, 7 ნომერი და 2 ნომერი. ზუსტად ამ თანმიმდევრობით მოგეცემათ თავის მართლების საშუალება, დამატებით 30 წამი. 6 ნომრის 30 წამი. არ ვიცი, რითი უნდა ვიმართლო, სიმართლე გითხრათ, თავი ნამდვილად პატიოსანი მოქალაქე ვარ, ძალიან მინდა მართლა რომ მოვიგოთ პატიოსანმა მოქალაქეება, მგონია რომ ერთი ნიღბოსანი უკვე თამაშგარია და იმედია რომ მეორესაც ვიპოვით. თავის გასამართებელი მგონია რომ არაფერი არ მაქვს. მადლობა. 7 ნომრის 30 წამი. მე ვარ, რა თქმა უნდა, პატიოსანი მოქალაქე. და ამას რო დამთავრდება ჩვენი თამაში, აუცილებლად ყველა ნახავთ. და ვფიქრობ, რომ არც მე არ მაქვს თავის გასამართლებელი არაფერი. და იმედია სწორ არჩევანს გავაკეთებთ ჩემო პატიოსანო მოქალაქეებო. არ ვიცი, ერთი ნიღბოსანი დარჩა, 2 დარჩა, აქ რატომღაც გადავწყვიტეთ, რომ ერთია დარჩენილი. არ ვიცი, ვერ გეტყვით, მაგრამ მე არ ვარ. მადლობა. 2 ნომრის 30 წამი. ხო, იცი რა არის, მე ცალსახად არა ვარ. უბრალოდ აი ახლა ცოტა ეჭვი შემეპარა მის ლოგიკაში, რაოდენად წინაზე აღნიშნე რომ არ არის მეთქი მაფიოზი. რაღაცნაირად ჩაიცინა, როდესაც აღნიშნა რომ იცი რა არის, მე არ ვარ მაფიოზი და რაღაცნაირად გადავლო ნიღბოსანი ბოდიში და რაღაცნაირად გადავლო თვალი სხვა მონაწილეებს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ნუ მე ყოველ შემთხვევაში რავი როგორ ვიმართლა არ ვარ და რა ვიცი. კი ბატონო. დრო ამოიწურა თავის მართლების ფაზა ამით დასრულდა, გადავდივართ ხმის მიცემის ეტაპზე. ყველა თქვენთაგანი ახლა მონაწილეობთ ხმის მიცემაში და 3 კანდიდატი ყავს მაგიდას, 6-იანი, 7-იანი და 2-იანი. ზუსტად ამ თანმიმდევრობით უნდა გამოვაცხადებთ მე და თქვენ უნდა ასწიოთ ნიღაბი. მოემზადეთ, მოიმარჯვეთ ნიღბები, გადაწყვიტეთ უკვე ვიზე უნდა ასწიოთ ნიღაბი. ვინ ფიქრობს რომ თამაში უნდა დატოვოს ნომერმა 6-მა? 2 ხმა. ვინ ფიქრობს რომ თამაში უნდა დატოვოს ნომერმა 7-მა? 4 ხმა და 6-იანის, 9-იანის, 2-იანის და პირველი ნომრის ხმა გადავიდა 7 ნომერზე. ხოლო 6 ნომერზე წავიდა 7 ნომრის და 3 ნომრის ხმები. 7 ნომერს ვემშვიდობებით, 7 ნომრის 30 წამი ბოლო სიტყვა. ვაიმე, არ ვიცი, უნდა ვთქვა ვიზე მაქვს ეჭვი? ალბათ ისევ 2 ნომერზე მაქვს ეჭვი, არ ვიცი რატომ, აი ესე მგონია. მე რა თქმა უნდა პატიოსანი მოქალაქე ვარ. სასიამოვნო იყო თქვენთან თამაში. მადლობა. დავემშვიდობოთ 7 ნომერს, უნდა გავაცილოთ 7 ნომერი. დიდი მადლობა და ახლა გადავდივართ ნიღბების ღამეზე. კიდევ ერთხელ დაბნელდება სტუდიაში და ყველამ უნდა ავიფაროთ ნიღაბი, რა თქმა უნდა, ბნელდება სტუდიაში. კვლავ ძალიან ჩუმად და ძალიან ფრთხილად ნიღბოსნები იხსნიან ნიღაბს და გვანიშნებენ თუ მაგიდის რომელ წევრს დაატოვებინებენ თამაშს. გადაწყვეტილება მიღებულია. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გამარჯვებულ გუნდს ვულებუსგან გადაეცემა საჩუქრები და გამარჯვებული გუნდიდან ერთ-ერთი მონაწილე ითამაშებს საფინალო მაგიდაზე. მაშასე ნაცდება სტუდიაში, ყველა ვიხსნით ნიღაბს. და კიდევ ერთი მონაწილე დატოვებს ახლა თამაშს და ეს იქნება ნომერი სულ რამოდენიმე წამში მაგიდასთან ერთად გაიგებს მაყურებელი თუ რომელმა ნომერმა დატოვა თამაში. და ეს არის ნომერი 3, 3 ნომრის 30 წამი. რო ჩაირთო. მოკლედ, მე ნამდვილად პატიოსანი მოქალაქე ვარ, მეგობრებო. ნიღბოსნები კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ძალიან კარგად ინიღბებიან და რა ვიცი, აი ძალიან გული მწყდება. თუმცა პირდაპირ შემიძლია ვთქვა ეხლა რატომღაც აი ამ დასკვნიდან გამომდინარე, რომ 2 ნომერი არის სავარაუდოდ ნიღბოსანი. ხო, იცი რა არის, მე ცალსახად არა ვარ. და 6 ნომერი არის ნიღბოსანი. ვართ ისეთი სუსტი მეტოქე ვიქნები, მოკლედ ეს მინდა რა გითხრათ. აი რატოღაც ჩემი ვარაუდი ესეთია და არ ვიცი, შესაძლოა ვწდები, მაგრამ რატოღაც ესე მგონია. მადლობა. 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 3 ნომერიც ტოვებს თამაშს.
თუმცა არ გვევშვიდობება. რადგან დაიცავით ჩუმე, რადგან თამაში დასრულებულია, რამდენიმე წამში მაყურებელი მოთამაშეებთან ერთად შეითხოვს თუ ვინ თამაშობდა დღეს ნიღბის ქვეშ. მაგიდის წევრების უმეტესობას კარგად ვიცნობ და ზოგ-ზოგიერთს ძალიან კარგადაც კი, შესაბამისად მგონია რომ არ გამიჭირდება იმის გამოცნობა, ვინ ცრუობს და ვინ ამბობს სიმართლეს. რატომღაც ინტუიციურად მგონია რომ ორი ნომერი არის პატიოსანი მოქალაქე და დიდი სიამოვნებით ვითამაშებთ მასთან ერთად. ჩემი აზრით არის მაგიდაზე ერთი ნიღბის პატარებელი. ჩემი აზრით, ჩემთვის ინტუიციურად ორი ნომერი არის პატიოსანი მოქალაქე და არის ჩემ გუნდში. მე-6 ნომერი და მე-9 ნომერი ამ შემთხვევაში ნიღბის მატარებლები არ უნდა იყვნენ წესით, ჩემი აზრით. მოიგო 2 ნომერმა და 9 ნომერმა ნიკოსმა მოიგეს თამაში და გიოცავთ საინტერესო და ძალიან შეშინოდა რომ აი პირველი ნომერი გამაგდებდა, მაგრამ მუღამი მქონდა რომ აი ძლიერ მონაწილე თამაში მოიგო. ჩვენ ერთი კვირის გემს ძალიან ტექნიკით მაგიდას და გაანალიზეთ თამაში, შეიძლება თავად გამოხატოთ თქვენი ემოციები. მაგრამ შეგინარჩუნა სკამზე და თამაში მონაწილეობა. არ უნდა გადაწყვეტე და არ გადაწყვეტე.